და სიყვარული. რა ხდება? დაკითხვა დასრულდა? ასლიხან იმის გამო იძულებული ვართ ხელახლა დაგკითხოთ. ვიდრე არ გავიგებ ჩემი შვილი აქ რატომ იმყოფება, არც ერთ შეკითხვას არ ვუპასუხებ. დედა, ასლის ასე ვერ დავეხმარებით. ლელებ დამშვიდდე. კარგი, ჩვენ გავისეირნებთ. არ წამოვალ. ჯან. ხო. ასლიხანის საკმაოდ სერიოზულ ბრალდებას უყენებენ. ალბათ ელეფი უკვე გეტყოდათ. აჰმედ ბეისთან მისი სატელეფონო ჩანაწერი მოვისმინეთ. უკამათიათ. უფრო მეტიც ასლი მიცოდა სად მიდიოდა. რას გულისხმობთ? იქნებ დაგვეხმაროთ, რომ დეტალები დავაზუსტოთ. ასლიხანი მე არაფერს ვეუბნება. მომეცით ნება ჩემს გოგონას დაველაპარაკო. ეს შეუძლებელია. ასლი შეშინებულია, ამიტომაც დუმს. ნება მომეცით დავარწმუნო. ეს შეუძლებელია, ხანიმ. კანონი გვიგრძელავს. კი, მაგრამ რატომ? რა დაუნდობლები ყოფილხართ? ჩვენ ნუ გადანაშაულებთ, ხანიმ. კანონს ვერ დავარღვევთ. დედა, კარგად ვარ. თანერბე, თქვენთან რამდენიმე შეკითხვა მაქვს. ჩვენება უკვე მივეცი. ხელახალი დაკითხვა რა საჭიროა. თანერბეულო არაფერი აქ თხოვთ. კარგი. შემოდე. დაჯექემ. თანერ. გულწრფელად გეუბნები, ასლის დახმარება მინდა. რაც ვიცოდი გიამბეთ. ასლი ღამეს სახლიდან რომ გავიდა იცოდე? არა. სწავლების შემდეგ დავშორდით. მითხრა სახლში მივდივარო. შენ სად იყავე? სად იყავე? უკვე ვნერვიულობდი. მეც. ძალიან მომენატრე. საყვარელო. თაიერს რა უთხარი? დედა ჩემთან დავრჩები მეთქი, ჰოდა თვითონ მიმიყვანა ყავადალია და წავიდა. დედაც გავაფრთხილე, არავის ეტყვის. ესე იგი დილამდე ჩემი ხარ. მეც ჰოლდინგში ბევრი საქმე მაქვს და შემოგვიანდება. რა მოხდა? ის კაცი დაინახე? ვინ იყო? ფინარ ვინ იყო? თანერ. რა იყო, არ მიპასუხებ? საქმე მქონდა, ჰოლდინგში წავედე. ფინართან იყავე? ვიცი რომ ურთიერთობა გაქვს თანერ. ვინც იმ ღამეს სახლში არ იყო, ყველა ეჭმიდანილია. ამიტომ რაც იცი მიამბე. ფინართან იყავე? ისე არ არის შენ რომ გგონია.
ასლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ მინდა გულივადგინო. რომ გაიგოს. განადგურდება. ომერ. ასლის ფინარის შესახებ ხომ არ ეტყვი? ელიფანი, რამე ხომ არ გნებავთ? წყალი ან ყავა? არა, გმადლობთ ლევენტ ბეი. ელიფ. ზერინ, რა ხდება? ახლა გავიგე, რატომ არ დამირეკეთ? საჭიროდ არ ჩავთვალეთ აიარ. ეს მხოლოდ ჩვენს ოჯახს ეხება. შენც ბევრ რამეს მიმალავდი, არ დამვიწყებია. არ გწვენია, ელიფ. შენ მაინც დაგერეკა. ძიათ აიარ, მაპატიეთ ისე დავიბენი. დაკითხვა არ დასრულებულა. ადვოკატი მოვიდა. ლევენტ ბეიმ კარგი ადვოკატი გვირჩია. ახლა ასლისთანაა. ზერინ, ვიცი ჩემზე ისევ ნაწყენი ხარ, მაგრამ უნდა მომისმინა. აჯობებს სახლში წახვიდე და დაისვენო. განადგურებული ხარ. ასლის დაველოდები. წადი, ნუ ჯიუტო. ასლის მე მივხედავ. დედა, წადი, გთხოვ. დაკითხვა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. რა ხდება? რა გკითხა? კიდევ რამე ხომ არ იციან? ისეთი არაფერი. ბოთანერ. იქნება გვიხსნა. იმ საღამო შენი ცოლი სახლიდან რომ წავიდა, რატომ ვერ შეამჩნია? ზერინ ჰანიმ, იმ დღეს ყველამ დავლიეთ. მეძინა და ვერ გავიგე. ოჩახ. ახლა დაპირისპირებისა და ჩხობის დრო ნამდვილად არ არის. დაწყნარდით. მანქანებს გამოვიძახებ. ელიფ, შენ სტადიშვილო, საშინლად გამოიყურებე. არა, ძიათ აიარ, მე აქ დავრჩები. ელიფანიმ, თუ გნებავთ მეც დავრჩები. საჭირო არ არის, გმადლობთ. წადით, ძალიან გთხოვთ. ძიათ აიარ, თქვენც წადით, მე აქ ვარ. ნუ ღელავთ. დარწმუნებული ხარ? დიახ. ბაჰარ, შენი იმედი მაქვს, როგორმე ჟურნალისტები აქედან მომაშორე. კარგი მივხედავ. ჩავიდეთ, მძღოლები უკვე მოვიდნენ. თუ რამეს გაიგებ, მაშინვე დამირეკე. კარგი დედა. ნახვამდის ელიფ. ნახვამდის ელიფ. ნახვამდის ძიათ აიარ. ბაჰარ ჰანიმ, თუ გნებავთ მე წაგიყვანთ. დიახ, თუ არ შეწუხდებით. ინებეთ. ჩაი არ შემიკვეთავს. კომისარმა ომერმა გამოგიგზავნათ. აცივდა და გათბებაო. არ მინდა კომისარს გადაეცით, რომ არ მცივა. აქ დავდგა. იქნებ გადაიფიქროთ. შემოდი. კომისარო, ჩაიზე უარი მითხრა. კომისარს გადაეცი არ მცივაო. ვიცი მაგას რაც უნდა. ერთხელ შემისრულებ. რა თქმა უნდა, კომისარო.
ცხელცხელია, მიირთვით. გვარებიათ. თორმე უცხოეთში ცხოვრობთ. რა გასაკვირია, გემოვნება შეგეცვლებოდათ. მაღალი წნევა აქვს? ნუ ღელავ, კარგად ვარ. ზერინჰანი წნევა ისევ მაღალი გაქვთ. დამამშვიდებელს დაგიტოვებთ, თუ საჭიროდ ჩათვლით მიიღეთ. ზერინჰანი ძალიან გადაიღალეთ. დაძექით დაისვენეთ. ხვალ ასლის დავჭირდებით. ჩაი მოგიტანეთ, კომისარო. მადლობა. კომისარო, კაპუჩინოა თუ რაღაც, გოგონას კიდევ ხომ არ მივართვათ? არა, უფრო მოშივდებოდა. შუქნიშანთან რომ საკონდიტოროა იცი? როგორ არა, კომისარო? გამომართვე. ერთი შოკოლადის ნამძღვარი, ერთი სუთლაჩი და ერთი ტირამისუ წამოიღე. კომისარო, სუთლაჩი გავიგე, მაგრამ ბოლოს რა თქვით გამიმეორეთ? ტირამისუ. ტირამისუ, კარგი დაგიწერ. ახლავე დაგიწერ. ტირამისუ. მეუტანე და მაშინვე წამოდე. ახლავე, კომისარო. საყვარელო. ძალიან მომენატრე. მეც. ასლის ამბავი გავიგე. დაუკავებიათ. როგორ არის? არა უშავს. თავიდან განერვიულდა, მაგრამ მერე თავს მოერია. დარწმუნებული ხარ? ასლის ხომ არ მოუკლავს. ჩვენ გაცილებით დიდი თავსატეხი გვაქვს. იმ პოლიციელმა ომერმა ჩვენი ურთიერთობის შესახებ თაიარს რომ უთხრას, ნამდვილად დავიღუპებით. ეს არ მოხდება, ხომ ასია თანერ? რატომ უნდა უთხრას? ბევრი რამ შეიცვალა. არ ვიცი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. თაიარი რამეს თუ გაიგებს, მაშინვე გაიქეცი, გარგე? შენ? არ გაცოცხლებს, შენ რას აპირებ? ჩემზე ნუ დარდობ. მე დენიზერების სიძე ვარ. ასლი ჩემზე უარს არასდროს იტყვის. მე ვერაფერს დამიშავებს. ყველაფერს თავი დაანებე და წამოდიქთ, ხო? გავიქცეთ. არა საყვარელო. უნდა დავრჩე. ალმასებს რომ ვიპოვი, მეც წამოვალ. ჩვენ მეც ვიმსახურებთ. ამისთვის კი ფული გჭირდება.
გამარჯობა. გამარჯობა. აქ რა გინდათ? თქვენზე ვღელავ, ამიტომ დავბრუნდე. კარგად ვარ, უფრო სწორად ვცდილობ კარგად ვიყო. რატომ შეწუხდით? მთელი დღე ისედაც ჩვენ გვერდით იყავით. შეიძლება დავჯდე? დიახ, რა თქმა უნდა. მე ბებიამ და ბაბუამ გამზარდეს. მშობლები საზღვარგარეთ მუშაობდნენ. ბაბუა საწყობის გამგეიყო. ერთხელ იქაურ თანამშრომლებს ეჩხუბა. მაშინვე პოლიციაში წაიყვანეს. მაშინ დაახლოებით 10 წლის ვიყავე. ბებიას არ დავუჯერე და განყოფილებაში მივედი. ბაბუას წამოყვანა მინდოდა. მერე პოლიციელებს ვეჩხუბე. აქ რომ მოვედი, ბავშვობა გამახსენდა. მართლა? ჩემი მოშორება უნდოდათ, მე კი წინააღმდეგობას ვუწევდი. რთულია იმის გადმოცემა მაშინ რას ვგრძნობდი. მაგრამ თქვენ მიმიხვდებით. გინდა საყვარელ ადამიანს დაეხმარო, მაგრამ უსუსური ხარ. აქ იმიტომ დავბრუნდი, რომ არ მინდოდა მარტო ყოფილიყავით. რა მნიშვნელობა აქვს 10 წლის ხარ თუ 30-ის? არც ახლა შემიძლია დახმარება. მაგრამ ახლობელს რომ უჭირს მის გვერდით უნდა იყო. გმადლობთ, რომ მარტო არ დამტოვეთ. დაკითხვა ისევ გრძელდება? ხო. იმედია ის არ მოხდება, რისიც გვეშინია. მერე რა მოხდა? მერე? მერე პოლიციამ შენობიდან გამომათრია. ჩემს დასაყვანად ბებია უნდა მოსულიყო. ისეთი გამწარებული ვიყავე, რომ ქვა ავიღე და შენობის ფანჯრები ჩავამსხვრია. დაუჯერებელია. მერე? რა მოხდა? ისევ შემიყვანეს და ბებია ჩემის მოსვლამდე ოთახში გამომკეტეს. მაგრამ მაინც ამაყი ვიყავი, რომ ბაბუა არ მივატოვე. ომერ. უნდა წამოხვიდე. ჩემი ლამაზი გოგონა. ჩემი ანგელოზი. რატომ ხელი არ გაუხმება? როგორ გამომწარა, როგორ გამაუბედურა. ხომ ხედავ? კვლელი იპოვეს. საკადრისი მიეზღვება. ომერმა სიტყვა შეასრულა. შეასრულა თუ არა ჯერ არ ვიცი. იქნებ მას არც უპოვია. იმ ოჯახს ვერ შორდება. რა ხდება აქ რას აკეთებთ? მაჩვენე ის უნამუსო, მაჩვენე რომ თვალები ამოვთხარო. უთხრა რომ ძულს მეზიზღება, რომ ჩემი შვილი სისხლი არ შერჩება. ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება. ალაჰმა დასწყებლოს მაგისი გვარი. ალაჰმა დასწყებლოს. მეზიზღება. ათმადეიდა დაგძანდით. დამშვიდდით, გთხოვთ. რა დამამშვიდებს? შვილის სიკვდილმა სამუდამოდ გამანადგურა. შვილო, თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს. ის არა ადამიანი მაჩვენე. ჯერ არ ვიცით ასლიმ ჩაიდინა თუ არა. ვიძიებთ. დამნაშავია. უკვე ყველა მიცის. ახალ ამბებშიც გამოაცხადეს. მაგათ ნუსმენთ ფატმადეიდა. დღეს ერთს ამბობენ ხოლ მეორეს. თუ ასე აქ რა უნდა? რატომ დააკავეთ? ხომ გითხარით, ჯერ უნდა დავკითხოთ. ჯობია დედაშენი წაიყვანო. არ წავალ. აქედან ფეხს არ მოვიცვლი. ვიდრე იმ ქალს არ ვნახავ. არცადაც არ წავალ. ფატმადეიდა. მომისმინეთ. ასლის ვერ გაჩვენებ, ძიება არ დასრულებულა. არ დასრულებულა, არა? ჩვენთან ურთიერთობა ხომ დაასრულე.
უკვე იმაზე ფიქრობ, საყვარლის და როგორ დაიცვა. ადრეც გითხარით, ელებთან არაფერი მაკავშირებს. დღემდე პატარა იმედი მაინც მქონდა. დღეს ეგეთ დავკარგე. წუხვარ. წუხვარ. წამოდი შვილი, წამოდი. კარგი. დარწმუნებული ხართ? დარწმუნებული ვარ, სახლში რომ წავიდე, მაინც ვერ დავიძინებ. გმადლობ, რომ მოხვედით. ძალიან დამეხმარეთ. ქვის როლას არ ვაპირებ. უღელავთ. კარგი, რადგან ასეა მშვიდად ვიქნებე. როცა მოგესურვებათ დამირეკეთ, ტელეფონი ჩართული მექნება. კარგი, გმადლობთ. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობის. დამსვით დავიღალე, ფეხი გამოადგე. ელიფ, ფელი, ახლა თქვენს ოთახს ვეძებდი. ეს მგონი ომერისა, შეგიძლია გადასცე. რა თქმა უნდა, მაგრამ თავის ოთახშია, თუ გინდა ნახე. ეზოში ვიქნები, თუ რამე გაირკვევა შემატყობინე. მაგრამ გარეთ ცივა, აქ დაელოდე. ჩაი ან ყავა დალიე, არ გაცივდე. გმადლობ, არ მინდა. ერთნაირები ხართ. რა თქვი? შენ და ომერი ერთნაირები ხართ. ერთმანეთს გავხართ. თუ გაჯიუტდით, ტრისას.
კაცი ვერაფერს გაგაგებინებთ. ჯიუტი არ ვარ ფელინ. კარგი. ელიფ. ომერს ტყუილად უბრასდები. ყველანაირად ეცადა რომ სიტყვა შეესრულებინა, მაგრამ არ შეასრულა, ვერ შეძლო. ასლის და მამა შენი სატელეფონო ჩანაწერს რომ ვისმენდით. განყოფილების უფროსი შემოვიდა. მაშინვე პროკურორ შეატყობინა. ომერი იმ დროს იქ არ იყო. პოლიციის უფროსის მოადგილეს ელაპარაკებოდა. შემთხვევით ასე მოხდა, თორემ ომერ შენთვის არ უღალატია, პირობას ყოველთვის ასრულებს, რადაც უნდა დაუჯდეს. უბრალოდ ასე მოხდა, დამიჯერე. ისიც ნაწყენია. მე კი რა აღარ ვიფიქრე. აჯობებ შენ გადასცე. თავის ოთახშია. ომერი უკვე ჩვენთან მუშაობს. მოდი. Teşekkür ederim. გმადლობ. არაფერს. ელიფ სახლში წადი, ავად გახდები. ომერ. ასლის ეს არ ჩაუდენია. მამა მას არ მოუკლავს. ჯობია წახვიდე. დარწმუნებული ვარ, ასლი ცუდს არაფერ ჩაიდენდა. მინდა ეს შენგანაც მოვისმინო. ასლი მკვლელი არ არის. ხომ ასეა? ასეა. ასლის დაეხმარები? ელიფ. ასლის წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებებია. როგორმე უნდა გავაქარწყლოთ. თუ იტყვის იმ ღამეს სად იყო, ყველაფერი მოგვერდება. მაგრამ ასლი დუმს. ასლის თუ ლაპარაკი არ უნდა ვერავინ აიძულებს. კარგი. თავი შეგაწყინე. ელიფ. რაღაც უნდა გკითხო. მორიგეები დილით იცვლებიან? რას გულისხმობ? აგიხსნი, რასაც გულისხმობ. ღამის მორიგეები მონაცვლეობით მუშაობენ თუ დღისით სხვა მორიგეები გამოდიან? როგორც ვიცი, არ იცვლებიან. ღამის ცვლა ღამით მორიგეობს, დღის ცვლა კი მთელი დღე მუშაობს. რატომ ეკითხები? ისე, მაინტერესებდა. მადლობ. ომერ, საქმე მაქვს, მალე დავბრუნდები. კარგი, წადი. ჰუსეინმა თქვა, ომერი არ წავიდესო. რა ვქნა? ომერ, ჰუსეინს არ უნდა რომ წახვიდე. ასლი ძალიან დაიღალა, შენს ძმას შენი იმედი აქვს. მალე დავბრუნდები. ომერ, სად მიდიხარ? დამელოდე, მერე გეტყვი. ომერ. ომერ. ელიფ შენაკ დარჩი.
გითხარი ნუ წამოხვალ მეთქი რატომ ჯეუტობ? Sen de benim ბრძანების ტონით ნუ მელაპარაკები, კარგი? ელიფ მომისმინე ამ საქმეს უკვე ოფიციალურად ვიძიებ უნდა გამიგო ოჯახის წევრებს ვერაფერს ვეთქვი Ömer. ომერ, მე მხოლოდ ოჯახის წევრი არ ვარ. Ben მე ელიფი ვარ. ის ელიფი, რომელთან ერთადაც ამ საქმეს იძიებდი. თანაც ჩემი ვალი გაქვს. როგორც ჩანს არაფერს ივიწყებ ელიფ ახლა სხვა სიტუაციაა არ მაინტერესებს. თანაც ჩემი დახმარება ხომ გჭირდებოდა. bir anlat. უნდა შევთანხმდეთ. შევთანხმდეთ Sen bana შენ ჩემიდის გათავისუფლებაში დამეხმარები, მე კი სიბელის მკვლელის პოლნაში დაგეხმარები. Hoş geldin. საღამო მშვიდობისა ელიფანი რა გნებავთ emniyet. ეს კომისარი ომერ დემირია. მამა ჩემის მკვლელობის საქმეს იძიებს, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. Tabii ki ne? დიახ რა თქმა უნდა კითხეთ იმ ღამეს მორიგე მე ვიყავი კარგად დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ მკვლელობის ღამეს აქ ოჯახის რომელიმე წევრი ხომ არ მოსულა დიახ აჰმედ ბეი მოვიდა მერე კი ასლიხანიმე Peki aslanım nasıl? ასლიხანიმე როგორ იქცეოდა Ruh halini რას აკეთებდა biliyor musun? Çok sinirli. ძალიან აღელვებული იყო აჰმედ ბეი იკითხა İnanmadım. უთხარი წავიდა მეთქი მაგრამ არ დაიჯერა და კაბინეტში ასვლა მოინდომა Daha çok არა უშვი bayağı ძალიან გაღიზიანდა მეჩხუბებოდა და მიყვიროდა Sonra მე რა მოხდა? უკაცრავად. განაგრძე sonra მე ტაქსიში ჩავსვი და გავუშვი Peki tak. ტაქსი გაუჩერეთ თუ გამოიძახეთ გამოვიძახე ჩვენ ტაქსოპარკთან თანამშრომლობთ როგორც ჩანს მგზავრები არ ხავთ Baksana hepsi. ყველას ძინავს uyan. გავაღვიძოთ. Ayakkabılar. საინტერესოა მე რატომ ვერ მოვიფიქრე დილა მშვიდობის. Birazcık არა უშავს გაიღვიძონ. დილა მშვიდობისა 74-ეს რიგია დასხედით ოსმან გაიღვიძე მეგობარო ტაქსი არ გჭირდება მე კომისარი ომერ დემირი ვარ რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ დიახ კომისარო ადექით კომისარი მოვიდა Kardeş. მაინტერესებს 12 მარტის ღამეს ეს ქალი სად წავიდა დენიზერ ჰოლდინგს იმ ღამით ტაქსი გამოუძახებია გახსოვთ Ben hatırlamıyorum. გამახსენდა Gece ღამე იყო მაგრამ დღე და საათი ზუსტად არ მახსოვს კარგად დაფიქრდით საათი ძალიან მნიშვნელოვანია 12 Mart 12 მარტი თქვით არა hatırladım. 13 მარტს ჩემი შვილის დაბადების დღეა იმ ღამეს მე ვმუშაობდი შემოსულ ზარებსაც მე ვპასუხობდი ჰოლდინგიდან დაცვამ დარეკა დაახლოებით პირველი იქნებოდა დარწმუნებული ხართ? დიახ დარწმუნებული ვარ სად წაიყვანეთ მითხრა ბებექში წამიყვანეო მე არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ყვირილი დაიწყო რა მოხდა? Abla kötüysen უთხარი თუ შეუძლოთ ხართ გავაჩერებ მეთქი daha yok. სარკეში დავინახე თვალები დახუჭული ჰქონდა და ხელები ასე ეჭირა Yerine უცნაურ ხმებს გამოსცემდა სიმართლე გითხრათ ძალიან შემეშინდა dedim ya. გასაგებია მეგობარო ბებექში სად წაიყვანენ ბებექში არ წავსულვართ უცებ თვალები გაახილა და მითხრა სასწრაფოდ შიშლის საავადმყოფოში წამიყვანეო hastane. საავადმყოფოში? დიდი ხანია აკვარიუმში მოსვლა მინდოდა როგორც იქნა დრო გამოუნახე საკმაოდ ბასრი კბილები აქვთ
ყბების და პირის მექანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ხორციულად ჯამენ. Kurban ne kadar iri olursa Ხორბლის სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს. onlar için. Çiğnemeden დაღეჭვის გარეშე ყლაპავენ. bir pirana sürü ესენი ერთ კამეჩს ერთ საათში, bir saatte ერთ ადამიანს კი 2 წუთში ჭამენ. dakikada yok ediyormuş. იცოდე? Bunları. არ ვიცოდი ბიძია, საიდან მეწოდინებოდა. უნდა იცოდე. Yok işte. Şimdi ამ აკვარიუმში რომ ჩაგაგდო, sam tam რამდენიმე წუთში აღარ იქნები. ძლებიანად შეგჭამენ. hoş. თავს ძლივს ვიკავებ, სიამოვნებით ჩაგაგდებდი. ამჯერად რა ჩავიდინენ? Dün სოხელ პოლიციაში ვიყავი. ასლისთან და ზერინთან. gecedeydim. გავიგე რომ ის მანქანა, რომლითაც ნილუფერი გაიტაცა, დენიზერ ჰოლდინგის სახელით გიქირავებია. ასეთი სულელი ხარ? რატომ მიბრაზდებით? რაც ახლა ხდება, ყველაფერი ჩემი დამსახურებაა. ჩვენზე ეჭვი არავის ეუღია. სულელი ნამდვილად არ ვარ ბიძია. İnşallah. იმედია არ გამოგააშკარავებენ მეთინ. Nerede? დაპირებული კოზირი სად არის? ჩემი სულელი გოგო. Hani ben დამპირდი მალე გაჩვენებო. Elif ელიფის წინააღმდეგ უნდა გამოგეყენებინა. რა ხდება? ეგ კოზირი დაივიწყეთ. რას ნიშნავს დავივიწყო? შენ რა დამცინი? უნდა დავივიწყოთ. ნება მომეცით საქმე ჩემებურად მოვაგვარო. son şans ბოლო შანს ბურუდად იყენებ მეთინ. შეთანხმება ძალაშია, ნუ ღელავთ. güzel. კარგია, Güzel. კარგია. Kendini კარგია რომ ასეთი თავდაჯერებული ხარ. პირანიასავით მსხვერპლს ხელიდან არ უშვებ. çiğneme. დაუღეჭავად ყლაპავ. Etrafı მაგრამ ირგვლივ რა ხდება წარმოდგენა არ გაქვს. alamıyoruz. Kapalı დახურულ ბაზარში ალმასები რომ გაიყიდა ისიც არიცი არა? რა ალმასები? სად გაყიდეს? რა ალმასები? სად გაყიდეს? bilmiyorum Metin abi. არ ვიცი მეთინ ეფენდი, ეგ შენ უნდა გაიგო. წარმატებას გისურვებ. ასლის გლანდების ოპერაცია 12 წლის ასაკში გაუკეთეს. დედა ასე ამბობდა. ყელის ტკივილის გამო საავადმყოფოში რატომ წავიდოდა? არ ვიცი. გავიგებთ საავადმყოფოში რატომ წავიდა. ყველაფერს გავარკვევთ, ნუ ღელავ. ომერ, ასლის ნახვის უფლებას მომცე? სტუმარი ყავს, მიხედე. მე კი ასლის დაველაპარაკები. დილამშვიდობის. ვიფიქრე ჰოლდინგში წასვლამდე მოვინახულებ მეთქი. დაკითხვა დილამდე გაგრძელებულა. ევრენმა მითხრა. Evet. ხო, Hala ახლაც გრძელდება. ვიცი, თქვენ როგორ ბრძანდებით? დილამდე როგორ გაწელით? gayet iyi. ნორმალურად. თანამშრომლებს რუნვა არ მოუკლიათ. კარგია. ისაუზმეთ? Benim იცით მე კომისარი უნდა ვნახო. თქვენ კი ჰოლდინგში წადით. ბევრი საქმე გაქვთ. დიახ, როგორც გენებოთ. ნახვამდის. ნახვამდის. შეხვედრამდე. ნახვამდის. გამარჯობა სიძე. იცი რას გეტყვი? ასე უკეთესია. იტალიელი იუველირი ომერი არ მომწონდა. პოლიციელი ომერი გაცილებით მიმზიდველია. უფრო მეტიც. ელიფს გმირი ომერი უფრო მოეწონება. გულალობის ღამეს საავადმყოფოში რატომ იყავენ? საიდან გაიგე? ვინ გითხრა?
Şirkette ჰოლდინგიდან საავადმყოფოში წასულ ხარ. ხელით ტკიოდა. Ama გლანდების ოპერაცია 12 წლის რომ იყავი, მაშინ გაგიკეთეს. boğazın niye? წესით ყელი აღარ უნდა გტკიოდეს. Tamam. კარგი, ნუიძაბები. ასლი, იმიტომ გეკითხები, რომ შენი უდანაშაულობის დამტკიცება მინდა. ვიცი, რომ მამა შენი და ჩემი საცოლე შენ არ მოგიკლავს. O yüzden şimdi bana უნდა მითხრა საავადმყოფოში რატომ წახვედე. anlat. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.